საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. ეთერშია საავტორო გადაცემა სათნოების საათი, მე მისი ავტორი და წამყვანი ციცი გურიელი გახლავართ. მე განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები საზღვარგარეთ მთელ ქართველებს, ჩვენს ემიგრანტებს და მინდა ჩემი არაჩვეულებრივი სტუმრები გაგაცნოთ. ესენი გახლავთ ქალბატონი ნანა კვაშილავა, რომელიც ბრძანდება პროფესიით ფილოლოგი, პოეტი გახლავთ და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმის და ამბის, კერძოდ ლიტერატურული კონკურს ფესტივალი ქუჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ და მეორე ჩემი არაჩვეულებრივი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს შესანიშნავი ახალგაზრდა, მე მიყვარს კარგი ახალგაზრდები, საქართველოს მომავალს, რომელშიც ვხედავ და გული მიმშვიდდება, როცა ნიჭიერებასთან მაქვს საქმე და შეხება. ეს გახლავთ ცოტნე ასად ჯანიშვილი, რომელიც ბრძანდება ისტორიკოსი, კინომცოდნე და მწერალი და გახლავთ ლიტერატურული კონკურს ფესტივალი ქუჯის, ესე იგი გამარჯვებული საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში. სწორად აღვნიშნე, ხო? ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ქალბატონო ნანა. მე მინდა თქვენით დავიწყო, იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით ამ არაჩვეულებრივი კონკურს ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხებით იმასაც თქვენთან ერთად ვინ არის, ვინ ბრძანდებიან დამფუძნებლები, შევეხოთ აუცილებლად იმას ამ კონკურს ფესტივალის ძალიან მნიშვნელოვან მხარეს, ვინ არიან, ვინ იყვნენ ჟიურიში, რამდენად კომპეტენტურია ეს ჟიური, ვინ გაიმარჯვა და მე შემდეგ ნელ-ნელა გავშლით გადაცემას, შემოგვერთდება ბატონი ცოტნეც. მოგესალმებით პირველ რიგში, მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩემთვის მართლაც დიდი სიხარულია, როცა შემიძლია ლიტერატურულ ფესტივალ ქუჯიზე საუბარი. ეს ფესტივალი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველთვის დიდი, ვთქვათ, იმაში რასაც შრომას და სულს და გულს ვდებ, ყოველთვის ჩემთვის ძვირფასი ხდება და ასეთი ძვირფასია ჩემთვის ეს ფესტივალი და არა მხოლოდ ჩემთვის, მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, რომელიც 4 ადამიანისგან შედგება. ბატონი ილია რქვანია, რომელმაც 7 წლის წინ დააარსა ეს კონკურსი, შემდეგ ის გახდა ფესტივალი, შემოუერთდა ბესო გვაზავა, შემდეგში შემოუერთდით მე და ქალბატონი დალი ჯორბენაძე, რომელიც ახლა საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ ძალიან დიდი შრომა გასწია მანაც შორი მანძილიდან. უკაცრავად, ვიდრე გააგრძელებთ ქალბატონი ნანა, ბარემ მოვიკითხოთ აქედან ქალბატონი დალი. ძალიან გავხარდება, იმიტომ რომ გული დაწყდა, რო ვერ დაესწრო ასეთ მოვიკითხავთ სიყვარულით. მიზიებას და დიდი მოკითხვა დალი ჯორბენაძეს ჩვენგან მეგობრებისგან, ქუჯისგან და ყველა ქუჯელისგან და ყველა მოისაკლისა და დიდი სიყვარული და პატივისცემით მოიკითხეს. რაც შეეხება თვითონ კონკურსს, მე მინდა რაღაცნაირად მივყვე იმ ქუჯის კვალდაკვალ იმ ღონისძიებებს, რაც იყო დაგეგმილი, დაანონსებული ჩვენი ფეისბუქის მეშვეობით და დიდი გამოხმაურება ჰქონდა. პირველ რიგში მინდა დავიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო პანთეონში, თაწმინდის პანთეონში. ეს იყო არაჩვეულებრივი პროგრამა. მე უბრალოდ რიგი მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, თქვენ ვერ გამოგყევით და ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ თაწმინდაზე ამ შემთხვევაში კი არა, ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერება ასვლა და იქ ყოფნა დიდებულ ადგილზე. წმინდა მთაზე, ნამდვილად წმინდა მთაზე. თაწმინდის პანთეონი ეს ის ადგილია, რომელიც ყოველთვის გაძლევს დადებით მუხტს და რაღაცნაირად გადაძახილი თაობათა შორის იმ ძვირფასი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისა და უკვე თანამედროვეების რაღაცნაირი სინთეზი. ეს ყველაფერი უხილავად სრულებით შესაძლებელია და ჩვენ მივაგეთ იმ ადამიანებს პატივი, ვინც გვიყვარს, მწერლები არიან თუ საზოგადო მოღვაწეები, ვინც განისვენებენ, შევამკეთ მათი საფლავები, ყვავილებით ჩავატარეთ სულის მოსახსენებლად
ხსენებელი პანაშვიდი წავიკითხეთ იქვე ჩვენთვის ძვირფასი საყვარელი რჩეული ლექსები, ბავშვებიც იყვნენ, ბავშვებიც ჩაერთნენ ამ პროცესში, ანუ ოჯახებით იყვნენ მოსული. ასე რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება შედგა და კარგი დასაწყისი, საქმის კარგი დასაწყისი ყოველთვის მე შემდეგი კარგი ღონისძიებისთვის უკვე სულიერადაც განკაწყობს და რაღაცა ხმის წყალობასავით აი ამას შეიძლება თან თაწმინდის შემდეგ უკვე თავისთავად დალოცვილები წამოხვედით იქიდან. კი, რაღაცა კავშირიც იყო რომ ნოდარ დუმბაძის საფლავსით რა თქმა უნდა მოვინახულეთ და შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც დაგეგმილი იყო ძირითადი ღონისძიება ქუჯი 2025, რომელიც ესე იგი აქაც თანმიმდევრობას დაიცავდა, წინ უძღოდა ამ დაჯილდოების ღონისძიებას, საუკეთესო მე ვიტყოდი თუ შემიძლია ამის უფლება თუ მაქვს რომ რა თქმა უნდა ცოტა რეკლამა კი არა დიდი რეკლამა ეკუთვნის ამ მეღვინეობა კოლოც რომელმაც ოქროს медаლი მოიპოვა წელს ღვინის ფესტივალზე და აი თვითონ ამ და აღმოჩნდა ჩემი მეგობრის მეუღლე ეგ არ ვიცოდი ხო ძალიან სასიამოვნოა ჩემი შვილის კლასელია მათი შვილი ძალიან სასიამოვნოა სანდროსი ძალიან სასიამოვნოა იმიტომ რომ ურთიერთობები ნამდვილად მნიშვნელოვანია ყველგან და ყოველთვის ქართველებს ეს გვეხერხება და მადლობა უხალს ამისთვის და აი მეღვინეობა კოლოტმა მოაწვა საოცარი ღონისძიება დეგუსტაცია მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ღვინის დეგუსტაცია მას ახდა თან ესე იგი გამოფენა მხატვრების გამოფენა ნანა მელქაძე მანანა გეგიძე რეზო ადამიანს მხატვრები იცით ყველამ და მათი გამოფენა იყო მანანა გეგიძისთვის პირველი იყო მაგრამ სადებიუტო მაგრამ რომ მისი ნახატები საზღვარგარეთ არის უკვე თავის გამოფენაზე ღებულობს მონაწილეობას და მინდა მას წარმატება ვუსურვო მოკლედ ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო ძალიან ესეთი მონატრებული ხალხი ერთმანეთს შეხვდა და ძალიან სასიამოვნოდ განწყობა უკვე შეიქმნა სანამ დაიწყებოდა მთავარი ღონისძიება განწყობაც არ ქვია ამას განწყობა მე რომ იმ ფოიეში შემოვედი ვიდრე ხალხი მოგროვდებოდა და მანანა ქალბატონი მანანა გეგიძე ალაგებდა ბატონ გუჯასთან ერთად ამ თავის ნახატებს მე გაოცებული დავრჩი ნუ ეს ნახატები ნუ აღარ საუბრობ ცალკე საუბრის თემაა და აღარ საუბრობ ბატონ რეზოზე და მის შემოქმედებაზე აი გაოცებული დავრჩი ნუ ერთ სიტყვით ეს იყო ძალიან დიდი ზოგადად აღმოჩენების ფესტივალია ეს იყო ძალიან დიდი ესთეტიკური სიამოვნება ნამდვილად იმის წინ მოკლედ წინაპირობა ღონისძიების წინაპირობა თვითონ დაჯილდოების ღონისძიება მოგეხსენებათ კონკურსი ტარდება სანამ ღონისძიება ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებულებს ჩვენ გადავცემთ დაანონსებულ პრემიებს რომელსაც დებულების სახით უკვე წინასწარ იწერება ეს დებულების სახით რომელსაც ეცნობიან მონაწილეები და შემდეგ უკვე ხდება მათი დაჯილდოება ყველაზე საინტერესო ის არის რომ აი ფინალისტებიდან ვისია პირველი მეორე მესამე ადგილი მეც კი არ ვიცი ეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა ვინც დიპლომებზე მუშაობს და ნუ ჟიურის გარდა რა თქმა უნდა ჟიურიზე ნამდვილად ბევრი მაქვს სათქმელი აი ახლა მინდა რომ თქვა ბატონ რაულ ჩილაჩალას თავმჯდომარის გადაუხადო უდიდესი მადლობა 2 წელია რომ ესე იგი რა ვიცი ძალიან გვიდგას გვერდში ყველანაირად და ამდენი წიგნის ასე მოკლედ დროში წაკითხვას მოგეხსენება დღეს როგორ ფასობს და მოახერხეს ჟიურის წევრებმა ქალბატონი მანონი ბულისკერია გიორგი ხორბალაძე თამას ხმალაძე ვინმე არ გამოურჩეს გიზო თავაძე გუჯა მარღი არა გიზო არ იყო არა ჟიურიში არ ყოფილა გიორგი კეკელიძე კი ბატონო კიდევ იყო ერთი ვერცენებ ყველას მადლობას ვეუბნები მომიტევეთ და უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ასეთი მხარდაჭერა გამოიჩინეთ ქუჯის მიმართ და ძალიან მეუკერძოებელი ჟიური ყავს ჩვენ ყოველთვის ამას ყოველთვის ხაზს უსვამ და გვამტკიცებთ საქმითაც და სამი გამარჯვებულიდან ესე იგი სამი გამარჯვებულის გარდა დავასახელებ აქვე პირველი პრემია იყო მელანო ზუკაკიშვილმა მეორე არაჩვეულებრივი გოგონა ნამდვილად უძლიერესი ლექსი იყო ეს ლექსები დაიდება ჩვენს Facebook გვერდზე ვისაც არ ყავართ მეგობრებში შეგიძლიათ დაგვიმატოთ ლიტერატურული ფესტივალი ქუჯი და თვალი ადევნოთ ჩვენს აქტივობებს იმიტომ რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ფესტივალის გარშემო ვტრიალეთ არამედ ყველა ცნობილ ადამიანს წერალს თუ მხატვარს თუ ვინც არის ხელოვნების სფეროში ვულოცავთ ანონსდება რაღაც ღონისძიებები ნუ გულისხმობ ბულოს არ დაბადების დღეა თუ რაღაც ღონისძიება
ჩართული ვართ ამ პროცესში და ჩვენგან ბევრი კარგი ინფორმაციის გაგება შეიძლება ჩვენი გვერდიდან. ჟიურიზე ვსაუბრობდი და მინდა ეს თემა დავასრულო და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო და შემდეგო გამარჯვებულები ვინც თქვით პირველი პრემია მელანო ზუკაკიშვილი, მეორე პრემია მირანდა ერისთავი, რომელიც შაშანაც იყო და შაშანას მეორე პრემია აიღო, მესამე პრემია ერგო გიორგი გულუას, რომელიც უგდიდან ჩამოვიდა და ძალიან გაიხარა. უვლოცავ მათ ამ გამარჯვებას. ასევე სპეციალური პრიზი. ძალიან კარგი ახალგაზრდა ეს გულუას. მაგრამ ეს მინდა რომ რაღაც ლოგიკურად არა, უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა. დიახ, ესე იგი ეს ამ სამი პრემიის გარდა თოროს აკადემიამ ეს არის ხაბატონი მანანა გეგიძე. ხარდამჭერებზე შემდგომში ვისაუბროთ. აი ეს იყო სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა მარის ჩაკვეტაძეს როგორც ესე იგი რჩეულ ფინალისტს. კი ბატონო, კიდევ ერთ-ერთი ეს რჩეული გახდა მარი ჩაკვეტაძე. ამას მინდა ხაზი გავუსვა, მართლა უძლიერესი ლექსიკონ და მასაც უბრალოდ ყველა ვერ მიიღებს პრემიას, ეს არის კონკურსის რა თქმა უნდა წესი და ყველას ვილოცავ გამარჯვებას. და ძალიან მიხარია, რომ ამ კონკურს ფესტივალში მონაწილეები არიან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები რა. და აგერ ცოტნე გვიზის აქვს ავსა ჯანიშვილი. გვარიც როგორი გვაქვს? წარმოშობა გვარის? ყაზბეგი. ხო გითხარ? ნუ ჩვენი თენგო ავსაჯანიშვილი. კი ბატონო, თენგოს რამე ხართ თქვენ? შორეული ნათესა. შორეული. მოკლედ ნათელში იყო ძალიან კარგი კაცი იყო და უძლიერესი პოეტი ბრძანდებოდა. ცოტნე ავსაჯანიშვილმა გაიმარჯვა, ესე იგი ნომინაციაში საუკეთესო პროზაული კრებული. გილოცავ ცოტნე აი ამ გამარჯვებას და გისურვებ აი არ მიყვარს ხოლმე ეს დაშტამპული სიტყვები შემდგომ წარმატებებს გისურვებ რომ სულ აი ისე გეწერებოდეს ყოველთვის რომ გამარჯვება ყველაზე დიდი გამარჯვება არის როდესაც წერას ყავს მკითხველი და აი გიმრავლოს ღმერთმა მკითხველი და მკითხველთან რო იქნები გამარჯვებული ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემო კარგო აი შენი განწყობის შესახებ მინდა მოვისმინოთ ახლა აი რას ნიშნავდა შენთვის იმიტომ რომ ასე მგონია რომ შენი სახით დანარჩენი ახალგაზრდებიც ამბობენ იგივეს იტყვიან ანუ ყველა სათქმელს იტყვი აი რას ნიშნავს შენთვის კონკურს ფესტივალი ქუჩი დავიწყოთ აქედან ნებისმიერი კონკურსი ან კი ბატონო თავის წარმოჩენის თუ ტექსტის მე ვფიქრობ რომ ავტორი იმიტომ წერს თუ წერს რომ ის გამოაჩინოს იმიტომ რომ დღიურების წერა თუ უნდა მაშინ დღიურები უნდა წეროს კი ბატონო და ყველა ესეთი გამოჩენის შემთხვევაში ზედმეტ კონკურსები ახლა ესეთი გამოჩენის შემთხვევა გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ რა თქმა უნდა ახალგაზრდა ავტორს რაც თავდაჯერება ჭირდება საიმისოდ რომ შემდგომში გააგრძელოს ხოლმე თუნდაც ახალ კონკურსებში მიიღოს კი ბატონო ახალი მოთხრობები დაწეროს და ყოველთვის შეგრძნება მქონდა ხოლმე ქუჯიზეც მაქვს და სხვა კონკურსების შემთხვევაშიც რომ ყველა ნებისმიერი კონკურსი მაძლევდა ხოლმე რაღაცა ახალ мотиваციას თანაც გამარჯვების სურვილს ხო ეს ახალი რაღაცების შექმნის რა თქმა უნდა, აი ეს გამარჯვებები ყოველთვის არის ძალიან დიდი мотиваცია, რომ შემდგომ შემოქმედი ადამიანისთვის განსაკუთრებით რაღაც ახალგაზრდა ავტორი მყიფეა. რა თქმა უნდა, ჯერ ჩამოყალიბებაში. გამხმარითი ხარ არა ჯერ. ხო, გამოწვის პროცესშია. გამოწვის პროცესშია და რაღაცა გამაგდეს ვიდრე ჩამოიღო. სხვა კონკურსებში მონაწილეობდით? ქუჯინდე გამარჯვებულიც იყავით? აი მოგვიყევით აბა რა რომელი ფესტივალია? სტუდენტობის დროს მოგებული მაქვს თესეულ სტუდენტური კონკურსის შემოდგომის ლეგენდა. ბრავო. შემდგომ ჩემმა პირველმა წიგნმა მოიგო წინანდლის პრემია 2000 ბრავო. რატო არ მითხარია ეს თავიდანვე რომ გამომეცხადებინა? ანუ წინანდლის რომელი წლის პრემია? ძალიან მოგზალებულია ჩვენი. ხო. კაი. ნუ არა აქვს ახლა პრემია მაჩაბელიც მოვიგე და წელს ამავე წიგნს მოგებული ლიტერა. ოჩა უნიჭერესი ბიჭი ხარ და გილოცავ ძალიან ესეთი ის არის იცი ასე ხო მაგარი ძალიან და მე მინდა რომ აი ასე გააგრძელო კიდე და ეჭვი არ მეპარება რომ აი ასე გააგრძელებ
ქალბატონო ნანა, წავაკითხოთ ახლა მაწულ სამონარიდი აი ამ გამარჯვებული, ხო, ჯერ პროზაულ კრებულზე რა ქვია ამ კრებულს, სად შეუძლიათ შეიძინონ? გონი ყველა წიგნის მაღაზიაში შეუძლიათ, მაგრამ მარტივი იქნება თუ ითქვა ბიბლიოში შეუძლიათ, იმდა ბიბლიოს უპროებას. გონი ყველა მიცის. კი ბატონო. წიგნის შესახებ გვიაბეთ, ანუ ვინ არის გამომცემელი, როგორ და რა ქვია წიგნს? წიგნს ქვია ერთი ტანკით საუკასთვის. და გამომცემელი არის გამომცემლობა ინტელექტი ამ წიგნისაც და ჩემი წინა წიგნისაც და ჩემი შაბლოთ შემდგომი წიგნის გამომცემელი წიგნა გამომცემლობა. საინტერესოა. და წავიკითხოთ, აი ვიდრე წავიკითხავთ, რაზეა ეს წიგნი? ისე მოკლედ მაყურებელმა რო იცოდეს. რაღაცაზე ეს წიგნი არ არის, იმიტომ რომ კრებული არის. ანუ მოთხრობებია. ამ კრებულში ყველა მოთხრობას აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათი აქვს და კი ბატონო, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ხასიათი ექნება. დამოუკიდებელი ხაზი არ არის ყველა მოთხრობა რაღაციდან გამომდინარეობს. ხო, დამოუკიდებელი მოთხრობებია, თავისთავადი მოთხრობები, რომელიც აბსოლუტურად სხვადასხვა შინაარსით და ხასიათით გამოირჩევიან, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. და აი ზოგადად რაზეა? სიყვარულზე, ცხოვრებაზე, ცხოვრებაზე, ძომზეც, ადამიანობაზე. აჰა. მრავალფეროვანია, მოკლედ ასე ვთქვა. ძაღლებზეც, კატებზეც და აი ამ მოთხრობებიდან რომელიმე თუ არის პირადად თქვენთვის რჩეული. მეც გამიშვა კითხვები. დიდი სიამოვნებით. მოთხრობებით რა ჩვილებივით არ არიან ხოლმე, შეიძლება გაარჩიოს. დიახ. შვილებივით არ არიან, შეიძლება გამოარჩიო. ნამდვილად. ხო და აი რომელიმედან წავიკითხოთ ამონარიდი. რამდენიმედან წავიკითხოთ, გვაქვს ჩვენ ამის საშუალება და ამონარიდები წავიკითხოთ, ძალიან საინტერესო იქნება. მე დასაწყისების საკითხო მიყვარს, იმიტომ კი ბატონო. როგორია მგონია მოთხრობას არ ვარკა და ძანდება უნდა იყოს ეს თერაპია. კი ბატონო, გისმენთ. გასაღები. ჰემინგუეი ამბობდა მგონი თუ პირველად ძანდება არ ვარკა, ომერო ასე რა. ეს არის ამონარიდი ჩემ ფავორიტი მოთხრობიდან ამ ტექსტში, ორი ფავორიტი მოთხრობა მაქვს ამ ტექსტში. და ერთ-ერთი არის მერის მარადიული ახალგაზრდობა, რომელიც ინსპირირებული არის ჩემი დიდი ბებით, რომელიც ცხოვრობდა ურჯაანში. აჰა. საინტერესოა. ეს უბრალო ლოდი არ გეგონოთ. ძალიან მრავალფეროვანი ლოდია. ზაფხულობით შუა დღისას ნესვი ტყვითელია. საღამოს თითქოს ცეცხლი ეკიდება და წითელ ფერს იწვევს. ღამით კი თუ სავსე მთვარეა და საკუთარ ჩრდილთან პაექრობით ერთობით ძლივს, მაგრამ გაარჩევთ იმას თუ როგორ გარდაისახება მეწამული ისფრად. საღამოს პირზე, როცა გურჯაანის რაიონის სოფლებში დამწვარი კაკლის ფოთლების და ბადაგის სურნელი აირეოდა. სწორედ ამ ლოდზე და კიდევ მის სამტყუპის ცალზე ხდებოდნენ მერი მამისაშვილი და მისი დაქალები, ერთად სულ რაღაც 340 წლისანი. გოგონები ყველას ათვალიერებდნენ, მაგრამ სულაც არ ჭორავდნენ ახალგაზრდა შეყვარებულებს, რადგან საერთოდ არ ჰქონდათ იმის შეგრძნება, რომ თავად აღარ იყვნენ ახალგაზრდა შეყვარებულები. საერთოდ ამ სოფელში ისე ხდებოდა, რომ ახალგაზრდა შეყვარებულებს მხოლოდ ისინი ჭორავდნენ, ვინც ან ახალგაზრდა არ იყო, ან შეყვარებული. მერიზმის დებულებები უარყოფდა სიბერეს, თუ ქალი არ ხდებოდა ბებია. ზრდასრულობასაც უარყოფდა, თუ ქალი არ ხდებოდა დედა და საერთოდაც სამუდამოდ შეყვარებულად ყოფნა მერიზმში სამუდამო ახალგაზრდობას ნიშნავდა. არ გეგონოთ, რომ მერი მამისაშვილს ძალიან მოსწონდა ის, რომ კვლავაც ახალგაზრდად გრძნობდა თავს. ზოგს უკდავება არ უხარია, მას კი სამუდამო ახალგაზრდობა არ უხაროდა. კაცმა რომ თქვას ახალგაზრდობა მერის მთავარი უბედურება იყო. ასე ფიქრობდნენ მისი ახალგაზრდა დაქალებიც. ერთად სულ რაღაც 260 წლისანი. დაქალები ყველაფერს უჯერებდნენ მერის და ერთგულნი იყვნენ მისი ორგანიზაციისა, რომლის იდეოლოგიაც იყო სიყვარული, მაგრამ თავისებური, მარადიული, მაგრამ უსიცოცხლო, განწირული ოცნებისა და მელანქოლიისთვის. მერი მამისაშვილის ორგანიზაციაში, რომელშიც მის გარდა კიდევ 3 ქალბატონი იყო გაწევრიანებული, მხოლოდ სამამულო ომში დაკარგული, ადაც მოკლული ვეჯინელების შეყვარებულებს იღებდნენ. ორგანიზაციაში ყოფნის ერთ-ერთი წინაპირობა კი შეყვარებულის ერთგულება და მასთან ყოფნას სამარაჯამო ოცნება იყო. მერი აუცილებლად გააგდებდა ორგანიზაციიდან იმას, ვინც მერიზმის ამ მთავარ პრინციპს უარყოფდა. გააგდო კიდეც ნინელი მახარაშვილი, როცა გაუგო, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარე აკაკი ოხანაშვილთან დაიარებოდა ვენახების ბოლოს ყარაულთა ქოხში.
მაშინ 40 წლისა იყო მერი. ნინელი 38-ისა. მაპატიეო ტირო და ნინელი. მთელი სოფელი უყურებდა მის ვედრებას. იმ ბანჯგვლიანის საოხრეზე გაცვალე სიყვარული ოკიო და მერი და თვითონაც ტიროდა. დაუჩოქა ნინელი, იფიქრა გული მოულბებაო. არაფრით არ შემოირიგა მერი მამისა შვილმა ნინელი მახარაშვილი. მე თუ შემიძლია ერთგულება, სხვებსაც შეუძლიათ. არავის პატიებდა მერი იმას, რასაც საკუთარ თავს არ აპატიებდა. საკუთარ თავს კი იმიტომ არ აპატიებდა, რომ ნიკო არ ყოფილიყო მასთან მართალი. ნიკო წავიდა და მოკლეს, მკვდარი ვერ მიღალატებსო. თუ არ მოუკლოთ პლენში იქნება, თუ მოbrunდება და მეტყვის გოგო, მერი დაუბრუნდი და მის დღემში არ მიღალატნია შენ თვინო. მეც თუ იგივე ვერ უთხარი, აიქნება ჩემი ქალობაო. მოკლედ თავიდან გადარეული იყო ნინელი და სინდისიც აწუხებდა. სხვენო და შინაგანი ქალობა დაუკარგე და გარეგანს გადაუყევია. ოცნებობდა კიდეც ნეტა მერიმ დამაბრუნოსო. მერე და მერი ის ხახსენდებოდა როგორ დასცინა სოფელმა და შეიჯავრა ნინელი მერი. თვითონ ვერ აბედავს, გადაყვა ნიკოს უნახავ და მე რო გავბედე მაგაზე გადაირიაო. ნინელი ისე დაბერდა, სულ იმას უცდიდა, მერის რაიმეთი გული ვადგინო და გავამწარო. მაგრამ მერის რა გაამწარებდა. რთულია მკვდარზე გიჟივით შეყვარებული ქალის გამწარება. მკვდარი იყო, აბა რა იყო, არ მოეკლათ, ხო ჩამოვიდოდა. წლები გადიოდა და მერის ორგანიზაციაში მორჩილად რჩებოდნენ ერთგული ქურუმები. ანეტა კახნიაური და დები, დოდო და ნინა შალიკაშვილები. ამათი სამივე შეყვარებული კურსკში დაუხრატია ოპერშტურმფიურერ ჰაინრიხ გროსმიულერს. მერის რა უჭირდა, მაგისი ნიკოს სიკვდილი კაციშვილს არ ჰქონდა გაგებული. იჯდა და უცდიდა მაინც. ის სამი კი ვერც ვერავის უცდიდა და მაინც იცავდა მერიზმის ერთგულების სამუდამო ახალგაზრდობის დებულებას. ორგანიზაციას ერქვა უცნობი ჯარისკაცის შეყვარებული. შეკრება ჰქონდათ ყოველ საღამოს მერის სახლის სხვენზე, სადაც გოგონები სანთლებს ანთებდნენ და შეყვარებულის ფოტოებთან მემილიონად იხსენებდნენ მათთან გატარებულ ძალიან ცოტა დროს და უსმენდნენ მუსიკას ფილმიდან ლეტია ჯურავლი. დღისით მერი ნიკოს დასთან მიდიოდა. ნიკოს და იყო მერიზე 10 წლით უფროსი და აღარ შეეძლო ტუალეტში სიარული. ნამდვილი რძალივით უვლი და მერი მანან ავარს იმაშულს. უყვარდა მული და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ნიკოს რა პასუხი გაუწია, ვფიქრობთ. ძალიან შთამბეჭდავია ნამდვილად. აი მიუხედავთ იმისა, რომ აი ამ მონაკვეთში არ არის დახატული პორტრეტები, სიუჟეტი იმისი პერსონაჟების, აი დავინახე სათითაოდ როგორც გინდა ისე გაიგეთ რა. სათითაოდ დავინახე ეს მოხუცები. აი სახეები დავინახე, თითქოს თვალებშიც ჩავხედე, აი დავინახე მათი სილუეტები მიხრა-მოხრა, ყველაფერი აბსოლუტურად. და აი ეს არის ძალიან დიდი თვისება წერლის, ისე წერო, რომ აი ეს დაანახო მკითხველს, აი ეს იგრძნო. ანუ ქვეტექსტია ეს, ხო? ტექსტის ქვემოთ კიდე აი ეს დაინახო რა. აი შენ თქვი რომ ჩამოთვალე ძალიან სერიოზული ლიტერატურული აი ეს პრემიები და გამარჯვებული ხარ ძალიან სერიოზულ ნანა რომ წინანდალი და მაჩაპელი და კიდე რომელი თქვი? ლიტერა, ხო? ყველაფერი და ახლა აგერ ქუჯი დაემატა არანაკლებ ქუჯი მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა არანაკლებ მნიშვნელოვანია აი ამ ლიტერატურულ ფესტივალებს შორის იმიტომ რომ აქ არის მიუკერძოებლობა, აქ არის ძალიან განათლებული და პრესტიჟული ჟიური, ნუ ძალიან ვულოცავთ მეტი რაღაცა. მიულოცოთ ამ ადამიანს, ხო რა თქმა უნდა, მიულოცოთ და რა მაინტერესებს იცი ცოტნე? აი ამ ინსპირაციებისგანაც აიღე შენ მერი ბებო იყო ხო? თუ ვინ იყო? თან ბებო არ იყო, მაგრამ ბებოს ისტორიას მიმომსგავსე რაღაცა. ხო. 70% მოგონილია, რა თქმა უნდა. მოგონილია, მაგრამ რაღაც ფუძე ხო რეალური. ფუძე ყოველთვის აქვს რეალობის, ხო? რეალობის და ანუ ეს ბებოს არ ეხება.
ნაწილობრივ ხება, ნაწილობრივ არა. ნაწილობრივ ხება, ნაწილობრივ არა. ნანა, ჩვენ ესე იგი გავაგრძელოთ ახლა საერთოდ ეს მსოფლიო ომის დროინდელი რაღაცა სასიყვარულო ისტორიები, რომლებიც ვერ გაგრძელდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი პატარა ბიჭები წაიყვანეს და ვეღარ ჩამოვიდნენ. ძალიან ისეთი მტკივნეული ამბებია ხომ ყველა პროზაულია. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის ისტორიის ყველა მონაკვეთი პროზაული არის ხომ თავისთავად. გეთანხმებ. 90-იანი წლები. გეთანხმებ. ტრაგედია ზოგადად პროზაული. ნამდვილად. ნანა, ჩვენ გავაგრძელოთ ახლა ქუჯიზე საუბარი. გამარჯვებო. კი ბატონო, გავაგრძელოთ, აბა. ესე იგი ცოტნეს ულოცავთ რა თქმა უნდა პროზაული კრებულის ნომინაციაში გამარჯვებას, ასევე იყო პოეტურ კრებულში ნომინაცია საუკეთესო პოეტური კრებული, ასე ვთქვათ, გიორგი ბალახაშვილი. ულოცავ მისი წიგნი თილის მაიყო წარდგენილი, რომელმაც გაიმარჯვა. უნიჭიერესი ბიჭია ბალახა. ვერ მოვიდა, თორემ დაგვატკბობდა თავისი ფასესი ლექსები, თან საოცრად კითხულობს თვითონ. და ახლა ყველაზე ძალიან საინტერესო რადო დებიუტი სიტყვა ყოველთვის რაღაცა იმას მოიცავს, აი მოლოდინს რაღაცის აბა რა ხდება და პროზა და პოეზიაში დებიუტი ორმა მონაწილემ გამარჯვებულმა გაიყო. პოეზიაში ალექსანდრე ნარსია 18 წლის არის და მე მგონი ნარსია არ იყო, ხო თუ იყო? არა, ვერ დაესწრებოდა. ფიზიკურად ხო, საზღვარგარეთ იყო მგონი. კი. ახლობლები იყვნენ და მათ გადაეცათ, კი ბატონო. და მაშინ პროზაში ერეკლე ბეჟუაშვილი და რანაირად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს 14 წლის ბიჭმა თუ რა ვიცი დიდმა კაცმა რაღაც საოცარი ადამიანია რომ გავიცანით. ესე იგი პროზაული ნაწარმი რომანი დაწერა და ამ რომანში 14 წლის ბიჭმა აიღო ქუჯის პრემია საუკეთესო დებიუტი. ვულოცავ, აი რაღაცა დაუჯერებელი იყო, მაგრამ როდესაც ეს ბავშვი ფიზიკურად გავიცანი და მოვისმინეთ მისი საუბარი, პატარა კი რა ძალიან დიდი კაცია, ანუ სასწაული აზროვნებით, სასწაული დაბრძენებული, მაგრამ ეს რაღაც ზენიჭია კიდევ, ყველაფერს დამატებული და დამეთანხმები ხო? ცოტნე. ჩვენ ამის შესაძლებლობა გქონდა გამარჯვებულებს მათ წინების, ესე იგი, მათთვის მოგვეწყო საღამო სიღნაღის მეორე დღე არის უკვე სიღნაღის თეატრში. ეს სიღნა კიდე ცალკე სასაუბრო თემა არა, რა მაინტერესებს ისიც არა, ერთი წუთით ქალბატონანა, რა მაინტერესებს ისიც ახლა ესე მოსაყოლად ესე მეორე დღე სიღნაღში. ვთქვათ აუცილებლად რომ ეს პატარა ამბავი ხო არ იყო, ეს იყო ამხელა კოლოსალური ამბავი. აი ვინ შეგიწყოთ ხელი, ვინ იყო გვერდში მდგომი აი ეს ან ორგანიზაციები, ადამიანები, გულშემატკივრები, კი ბატონო, არ გამოგრჩეს ვინმე რომ ვინც ვისი ხელშეწყობითაც აი ასე ლამაზად და აი ასე მნიშვნელოვნად ჩატარდა თუ პირველ დღე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში და გაგრძელდა მეორე დღეს სიღნაღის აი ამ ულამაზეს სიღნაღში, სიღნაღის თეატრში. დიახ, კი ბატონო. ესე იგი აუცილებლად უნდა ითქვას მართალი ხარ თავში, იმიტომ რომ ბოლოში დრო თუ არ დარჩა, ყველაზე მეტად ზარალდება ის ხალხი, ვინც ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად იყო ჩართული ამ ყველაფერში. ანუ და ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად რა თქმა უნდა, თბილისის მერია დაგვიდგა წელს ხარში, პრემიების მხრივ დაიღება და დაგვიდგა ხარში. ასევე მწერალთა სახლიც იყო ერთ-ერთი ნომინაციის დამფინანსებელი, მწერალთა კავშირმა კიდე ცალკე ნომინაცია დააფინანსა. იყო ჩვენი მუდმივი პარტნიორი სკოლა ლიცეუმი პრომეთე, რომელსაც ჩვენი კოლეგა პოეტი ნატალი ბეიტრიშვილი ხელმძღვანელობს. ეს ადამიანები წლები გვიდგან ამ გვერდში. ამის გარდა ბატონ რეზო ადამიანს ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ამ ბუმბერას მხატვარს სპეციალური ვაუჩერი გადასცა ელიტ ელექტრონიქსმა. ეს მოიხსენება ძალიან ესე იგი ყველაზე ცნობილი ელექტრონული მაღაზია სხვადასხვა ქსელებში, სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მათ თუცრული გამოთქვეს რომ დაეჯილდოებინათ ბატონი რეზო და გადასცეს თვითონ წარმომადგენელი ესწრებოდა და გადასცა ბატონი. ვარ სახელი თუ გახსოვთ თეთრაძე იყო და სახელი არ მახსოვს. თუმცა ბოლო მომენტში დაასუსტა ეს, მაგრამ მთლიანად ამ
მთელ შემადგენლობას და მთელ გუნდს მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, გვერდშედგომისთვის. ასევე, მეღვინეობა კოლექტივი ვთქვი, რომ მას დაგვიმშვენა არა მხოლოდ წინა პერიოდი, სანამ დაიწყებოდა ღონისძიება, არამედ ჩვენს ჟიურის და გამარჯვებულებსაც გადაეცა, ესე იგი, კოლექტივის მიერ, მეღვინეობა კოლექტივის მიერ საჩუქრებად ღვინოები და ჭაჭა, ესე საუცხოო. და აუცილებლად უნდა ვთქვათ, სიღნაღის მერია საოცარი დახვედრა მოგვიწყო იქ მაგს ისე იქით გადავდივარ, მაგრამ ჩამოწერილი ხო არა მაგ ქართული სახლი უნდა ვთქვა, რომელმაც ასევე დაგვიწია დახმარება, ასევე ესე იგი ბანერი უნდა აღვიდგინო გონებაში, მცისკარი ჩვენი მხარდამჭერია, ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენი მხარდამჭერია, ჟურნალი გამოიცა, კი ჟურნალი ცისკარი, იბეჭდებიან ჩვენი გამარჯვებულები, მათ ესე ვთქვათ თელგვერდი ეთმობა. საინტერესო. კი. ასევე ეროვნული ბიბლიოთეკა მისი დაფინანსებით გამოვეცით ალმანახი ქუჯი 2024, სადაც ყველაფერი, ყველა ღონისძიება იყო გაშუქებული და მომავალი აი ამ 2025 წლის ალმანახიც აუცილებლად გამოვა რაღაცა პერიოდის შემდეგ, როცა ყველა აქტივობა ჩამთავრდება. ერთი წუთი დიახ. ესე იგი, ცოტნე. აი შენ ეხლა ვაშკაცურად თქვი რა. ხო გაგივლია ეხლა ამდენი ისინი გაიარე, ხო, კონკურსები და კონკურსებს მერე თავისი ცერემონიები მოყვება და ასე შემდეგ. აი ქუჯისნაირად ტკბილად თუ ჩაიარა რომელიმე კონკურსმა. ძალიან ის ეს არ არის კარგი კითხვა. კარგი კითხვა არ არის. მეც არ მოგეწონა. ვაიმე და რატო არ მოგეწონა? არა, ყველგან კარგია. იმ კონკურსებთან ისეთი კარგი ურთიერთობა ქუჯისთან და არა, მე ძალიან ხალასად ვიკითხე. მე და რა ვიგულისხმე? ანუ მრავალფეროვნება ვიგულისხმე. აი ეს ორდღიანები იყო ის დანარჩენები და ასე ლამაზად? არისო. შემოდგომის ლეგენდა მაგალითად ესეთ ფორმატი იყო, იქ უნდა დაგვეწერა. ხო, კიბიცი პროექტი, საინტერესო პროექტი. აი საინტერესო. ხო, იცი რატო? მე ისე მიყვარს ქუჯი რო ხო ხედავ, აი მაინც ესე იგი, რატო გავუშვით ხაზი ეხლა რომ არ იყო ეს კაი შეკითხვა. ძალიანაც კაი ხალი. მესმის, ჩემო კარგებო, მესმის. ძალიანაც კაი შეკითხვა იყო. ესე იგი, კიდე მინდა ეხლა ცოტნეს ვკითხო. იცი რა, მეც ვარ პროზაიკოსი. ხო და ეხლა შემოდგომაზე მე-11 წიგნი იქნება ჩემი. ეხლა რაოდენობა დიდად კი არ უსმევ ხას, მაგრამ ისე ცნობისთვის და აი მე ვარ პოეტების სხვა კატეგორიის ხალხი არიან. რა ხან პროზა ხარ, შენ ეხლა შენთან მე ვარ 2, ხა 3 ვარ. აი როგორც არ უნდა გაგიკვირდეს. ანუ შენ რამდენი ხარ? როლში შეირგებ ყველა რო. ხო. როლს. მე ბევრი ხარ, ხო? აი ესეა რა. მე რომ ერთგან შემეკითხნენ რო ისო რა ქვია, როგორ წერთო თქვენო, აი ესეო კარგად წერთო ისე რაღაცა და მე უპასუხე რომ კაცო მე მარტო კი არ წერ მეთქი და იმან სერიოზულად შემეკითხა, აბა ვინმესთან ერთად წერთო და მე ვთქვი მე ვარ კიდე ერთი მე კიდე ერთი ციცი ეს პერსონაჟი მოგწონებიათ. ანუ საკუთარი პერსონაჟი, საკუთარი მოგწონებიათ როგორც პერსონაჟი და მე საერთოდ განგისახიერებია. ჩემი თავი, რა თქმა უნდა. არ პერსონაჟი. ჩემი პერსონაჟი. აი თქვენ დაწერილია. ჩემი მარკეტის რომელიმე ტექსტი მაგალითად მარტოობის ასწელი და რემედიოსი გაგიზახია. ხო, რთული პერსონაჟებია ნამეტნავად, ხო. ეხლა ჩვენ ჩვენ სხვაგან გადავალთ გადაცემის ფორმატიდან. ამიტომ ქუჯისზე მაგას გულისხმობ ხოლმე რა ბევრი. ხო, რა თქმა უნდა. თავიდან ბავშვობაში თუ როცა იყო სტუდენტობაში წერა იმით დავიწყო კინოს გადაღება მინდოდა და კინო, იმიტომ რომ აგერ კინომცოდნე ხარ. მე რა ყველაფერი წინ არის თქვენი პერსონაჟები შეგიძლიათ ეკრანზე. ისე ამპირებ კინოში რამის ვიზუალიზაცია მინდოდა ხოლმე ყოველთვის. კინომცოდნე კი ხარ, მაგრამ აი კინოსთან რამდენად ურთიერთობა. წინასწარ აბსურდი გეტყვით მაგასთან. არა. საერთოდ რა მომივლის. რა მომივლის, ხო? კარგია. ნანა, მოკლედ ახლა ჩვენ მგონია რომ ქნა, მაგრამ მე ნერვიულობ რომ ვინმე გამომრჩება და ძალიან ესე იგი მე თვითონ ჩვენ ვინმე და ბევრი რამე ვამბობდით კიდე ახლა თქვი გააგრძელეს უნდა თქვა აუცილებლად თორე უხერხული იქნება მე
ასევე ჩვენ მის გარდა რომ ახალგაზრდები წელს მეტწილად ახალგაზრდები იყვნენ და გაიმარჯვეს რაც გვახარებს, ასევე 8 წლმოსულ ადამიანებს ჩვენ გადავცემთ ჭყონდიდალის პრემიას, ეს უკვე პრემიასია. გადაეცა ლერი ალიმონა შესანიშნავ ადამიანს გადაეცა ეს პრემია და წელს ამ პრემიის ესე იგი ადრესატები იყვნენ ბატონი ლერი ალიმონაკი, ახლა დავიწყებ ბატონმა ლერიმ რა შექმნა და რატომ მეკუთვნა და ეს ყველამ ვიცით. ტერენტი გრანელი რომ დღეს ასეთი ახლოა ჩვენთვის ეს მისი დამსახურება ნამდვილად და მეორე გახდათ ბატონი ვახტანგ ღლუნტი რომელიც აჭარიდან ჩამომცა და დაესწრო უსაყვარლესი პოეტია და უძლიერესი საოცარი პიროვნება ეს ხდება იუბილეურ წერილებზე რა ბედნიერებაა რომ ეხები ასეთ ადამიანებს ახლო არიან თვალებში უყურებ და რაღაცა არ ვიცი ძალიან დიდი ბედნიერება მოკლედ ასეთი და მათ გადაეცემათ აქვე ვიტყვი ამ სპონსორის შესახებ სპეციალური ჯილდოები მოვერცხლილი პანოები რომელსაც ამზადებს შავითი სტუდია ბატონი მაქს მეირ შავითი სტუდია მოგლესთან ერთად კი ბატონო ქალბატონ ლეა შავითთან ერთად კი ბატონო გადასცა ეს ჯილდოები და მე აქვე შემოგერთდები ნანა და მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირმა სოხაძეს აი აბსოლუტურად ესეთი დიდი გულით მოსული და იმღერა არაჩვეულებრივად როგორც ჩვევია ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ფოლკლორული ანსამბლი ლიახვის აი ამ ჩოხოსან ბიჭებს 7 ადამიანს რომელთა ხელმძღვანელი გახდათ ბატონი დავით ელბაქიძე გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ და აი ამ ადამიანის პატივისცემით ხომ ჩვენ მეგობრობდით ნანა და აი იმ პატივისცემით მოვიდნენ ეს ლიახველები ჩვენთან და მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენ გადაცემის დასასრულამდე დაგვრჩა 5 წუთი ნანა აბა უცებ ვიტყვი აბა რა დაგვრჩა კიდე დილის პრემიას გამახვილე ბატონი რეზო ადამიანთქვი შეიძლება ვინმე სპონსორი გამომრჩა და ბოდიშს მომიხდი ამისთვის სიგნალზის მერიას გადავხდი მადლობას ძალიან გულთბილი დახვედრა იყო აი მოულოდნელად გულთბილი და გულუხვი სცენა და თეატრი თავისთავად დაგვიქვეს იმის გარდა კიდე ძალიან ესე იგი დავათვალიერეთ სიგნალი ივანო სარაჯიშვილის მუზეუმი ბოლომდე ვიმასპინძლეს როგორც სულდაგულით როგორც შეძლეს და უღრმესი მადლობა მათ ასეთი თბილი დახვედრისთვის ბატონ ახლა შეიძლება ვერ გავიხსენო მერის მოადგილე ესწრებოდა და კულტურის გაყოფილებიდან ქალბატონი ლია და ამის გარდა კიდევ იყო წიგნების წარდგენა აი ამ გამარჯვებული წიგნების წარდგენა და ჩვენ თვითონაც გავიცანით ეს ადამიანები იმისთვის იყო ჩაფიქრებული რომ მომხდარიყო წიგნების პრეზენტაციას აი თავი ამოსავალი რომ წიგნებს გავცნობოდით და ამ ახალგაზრდა გამარჯვებულებს და გაგვაოცეს ნამდვილად დარბაზი ვერ იტევდა იმ გაოცებას და სიხარულს და ყველაფერს ერთად რომ აი ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან რომ ასე ვთქვათ საინტერესო წიგნებია წელს გამარჯვებული მე ვურჩევ რომ ჩვენს Facebook გვერდს თვალი ადევნონ აუცილებლად თვალი ადევნონ და ჩართულები იყვნენ ქუჯის ცხოვრებაში ეხლა აი 2 წუთი დამრჩა ქალბატონო გაიცნობ და ქალბატონო ნანა ჩემო კარგო ჩემო ძვირფასო აი ეს ადამიანი მინდა აი რაღაცა 2 წუთი დაგვრჩა კიდე აი არსენ ჯანიშვილი ფესვებით ყაზბეგიდან არაჩვეულებრივია ესეთი მთისული ბობოქრობს რომ შეხედავ ისედაც ეთყობა ადამიანს მომავალ გეგმებზე მინდა რა მე მითხრა შენს მომავალ გეგმებს ზუსტად ვიცი ალბათ ის არის რომ ერთ კრებულს გამოვცე, იმიტომ რომ მაგუმებს საკმარისი რაოდენობა მოთხრობების. ანუ არ ჩერდები, წერ და დაგროვილი გაქვს, რომელიც უნდა შეკრიბო და გამოსცე ერთი კიდევ ერთი კრებული. ანუ რა საინტერესოა რა, ძალიან მიხარია მე აი ესეთი ნიჭიერება ადამიანების და ახალგაზრდების განსაკუთრებით. მე ხარისხი ამასაც ექნება და გრაფომანია არ გამომიომხლეთ. იმედია ეხლა რაღა დროს ეჭვია ეხლა ამხელა პრემიები მიგიღია და ამდენ კონკურსებში გაგიმარჯვეთ ეხლა ეჭვი შეიძლება ეჭვი მე ეჭვი არ მეპარება მოკლედ ჩვენი გადაცემა
ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა ქართულ ტელევიზიაში მობრძანებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ისე ცნობისთვის. გვიყურებენ ყველგან აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე თუ კი სადმე ქართველი არსებობს. ნებისმიერ წერტილში ყველგან გვიყურებენ. მე მინდა წარმატებები უსურვო ქუჯის. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ კონკურსად გამარჯვებას. აგერ ამ ახალგაზრდის თამადობით დანარჩენებს ვინც ვერ მოვიწვიეთ და ვინც ვერ მოახერხა და ვერ მოვიდა ჩვენთან, ყველას წარმატებებს უსურვებ და რა ვიცი ნანა მადლობა. გაგეკვირვებინოთ კიდევ ბევრჯერ საზოგადოება თქვენი აი ესეთი ღირსეული ღონისძიებებით ყოველთვის და აი ესეთი სისუფთავით და გამჭვირვალობით. მოკლედ ჩემი გადაცემა დამთავრდა. გემშვიდობებით ჩემს ძვირფას სტუმრებთან ერთად მომავალ შეხვედრამდე. ღმერთი იყოს მუდამ ჩვენთან. მიყვარხართ. ამინ. ნახვამდის. ნახვამდის.